შეიძლება მუსიკას მთელი ცხოვრება არასწორად უსმენ. რომ ეკითხო, ყველას უყვარს მუსიკა, მაგრამ უმეტესობას საყვარელი სიმღერა ისე არასდროს მოусმენია, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო. სიმღერებს შორის ისე დავხდით, თითქოს ფილმებიდან ამოჭრილი სცენების საჭებს ანდალს ვუყურებთ. არადა საყვარელი მომენტების ნახოს ხო უფრო მაშინ აქვს მუღამი, როცა მთელი ფილმი იცი. არტისტების სინამდვილეში ალბომებით გვესაუბრებიან. ალბომის ტრეკლისტი, სიმღერებს შორის გადასვლები და ტემპი ერთი ისტორიის ნაწილია. ეს დეტალები ხან დაძაბულობას ქმნიან, ხან ამოგასუნთქებენ. შენი ემოციების მართვას იწყებენ. ალბომს დასწრისიდან ბოლომდე თუ ჩაუჯდები, ისეთი რაღაცების შემჩნევას იწყებ, რაც აქამდე არ გაიგონია. ტექსტები ერთმანეთს ეხმიანება, თემები ერთიანდება, სიმღერებს შორის სიჩუმემაც კი შეიძლება შეიძინოს მნიშვნელობა. და ზუსტად ამ დროს არტისტთან ერთი ემოციიდან ამბიჭი არ ხარ დაკავშირებული. არამედ თითქოს უკვე ცხოვრების ეტაპი გაერთიანება. ყველა საუკეთესო სიმღერა ჰიტი ან სინგლი არ არის. ხანდახან გულთან ყველაზე ახლო ტრეკი შეიძლება ალბომის სიღრმეებში იმალებოდეს. ასე რომ, თუ გსურს რომ ხელოვნება ისე შეიგრძნო, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო, ჩემი რჩევა იქნება, რომ ნაწარმოები არ დაანაწილო. მე სანდრო ვარ, ამ არხზე კი განვიხილავთ ალბომებს და ვისაუბრებთ მუსიკაზე. კომენტარებში დაწერეთ თქვენი საყვარელი ალბომი და არ დაგავიწყდეთ არხის გამოძიება.